ხარ კი რა არის ამის საფასური? არ გეტყვი რომ აი ვერ გეტყვი მე ჩემი თავი გამოვიტირე ხოდა რამდენმა მოიცალა ის რომ მე მინდოდა მისი გაგდება ის რომ გააგდეს ჯერ რა ჭირს გასაგდები მითხარი სად უნდა გავესიჯო ახ ფიქრეთი გაყოლება მეგობარი ანუ ცოტა უცნაური კითხვაა მაგრამ ეს პროვოკაციული კითხვაა რომ მანერვიულებ მე რო შენ რაღაცას გეუბნები შენთვის თან მეკითხები და პასუხობ ჩემი დიაგნოზი გითხრა ეხლა კიდე ერთი რაღაცა გაგახსენო ეხლა მოკლედ არა ამას არ ჩასვამ იმიტომ რომ გინდა რომ ეს ყველაფერი დაივიწყოს ლიკა ყაზბეგის პოდკასტის მხარდამჭერები არიან ღვინის კომპანია მზე და ღვინო დიზაინერები ნინო გოგიბერიძე და თამუნა კოპაძე დიზაინერი ფოტია გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი არხი მოიწონეთ და დაგვიტოვეთ კომენტარები მოგესალმებით ეს არის ლიკა ყაზბეგის პოდკასტი დღეს ჩემი სტუმარია ჩემი უძვირფასესი ჩემი ძველი მეგობარი გია ჯაჯანიძე რომელიც ისე მომნატრებია მოკლედ ვერსად რომ ვეღარ გნახულობ მოგიწვიე პოდკასტში შენი გრაფიკი ვიცი როგორია ნუ ორივე ძალიან დაკავებულები ვარ და რამდენჯერაც მომენატრები ასე დაგიპარებ ხოლმე და მოცუცუ კარგი დამიბარე მოგესალმები ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ასევე მივესალმები შენს მაყურებელს და სრულიად საქართველოს ჯაჯო გია გიორგი როგორ მოგმართო სხვათა შორის გეტყვი ერთ უცნაურ რაღაცას პირველად ჩვენ რომ შევხვდით ნუ სულ გია და შენ დამიძახე ერთხელ გიორგი ერთხელ კი არა აი პირველივე და ისე მესი ამოვნა რომ არავინ არ მეძახდა გიორგის და შენ მითხარი ჩემი ნამდვილი სახელი და დღესაც რომ დამირეკე გიორგიო მითხარი და როგორც გინ შენ როგორც გაგეხარდება კარგი გიორგი ეხლა როგორი კითხვა მაქვს აი სულ მაოცებდი და მაკვირვებდი აი შენი უნარით ამდენ ადამიანს როგორ შეეყვარი თავი იმდენი წიგნი გვაქვს საკითხული არა მარტო მე ჩემს მეგობრებს ხალხი ტრენინგებზე დადის ძალიან ძვირადღირებულია სხვათა შორის ეს ტრენინგები ეხლა ერთ-ერთი მეც გავიარე უამრავი წიგნი ლიტერატურა მეგობრობაზე წარმატებაზე სიყვარულზე მაგრამ ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე და უნდა მოგებაროთ შენ და შენ ხარ ფაქტიურად შენ ხო თეორია არ ხარ ეს ყველაფერი თეორიაა ჩვენ სადაც დავდივართ რასაც ვკითხულობთ აი მითხარი რანაირად ახერხებ არ მარტო მე მაყურებელს მსმენელს იმიტომ რომ აი როდესაც პრაქტიკიდან გამომდინარე საუბრობს ადამიანი ეს სხვა არის და წიგნი თეორიაა მაინც აი ძალიან მინდა გულწრფელი ვიყო მთელი ჩემი ცხოვრება აწყობილია დაუჯერებელ ამბებზე აი ვერ ვახერხებ რომ მოვყვე ის რაც ჩემთან ყოფილა თუ ჩემი წარსული აი ძალიან უბრალოდ მოგიყვებით და სულ მაგ ხოლმე რომ დაიჯერებ არ დაიჯერებ ნუ დაიჯერებ მე მყავს ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც მიჯერებს მეკითხება ოღონდ მე არასოდეს თუ არ მეკითხებიან არაფერს არ ვამბობ მე მქონდა დღიური ბავშვობაში ხო ყველა ვავსებდით დღიურს და ეს დღიურის წერა შევწყვიტე 17 წლის რომ გავხდი რატო მოვიყვანე ცოლი უკვე მეგონა რომ დიდი ვიყავი და შევწყვიტე დღიურის წერა ყველა დღე რაც გავიარე ხო დავწერდი და ბოლოში ვაწერდი ძალიან მინდა ყველას ვუყვარდე ოღონდ რატო ვწერდი ამას არ ვიცი მქონდა სულ უფროს ადამიანებთან ურთიერთობა
ბევრჯერ მithქვამს და რაც მithქვამს ძალიან მოკლედ ვიტყვი ხოლმე პერიფრაზისთვის. ვერ ვთამაშობდი, არ მიყვარდა ეს ათამაშოები. მიყვარდა ძალიან ფიქრი, ეს კლდეები, ჭიათურაში ვარ დაბადებული. კი, მახსოვს ეს ისტორია. ეს კლდეები, ეს ყველაფერი. და ვიყავი სიტყვა ძუნწი. და ფრაზა, რომელსაც მეუბნებოდნენ ფრაზებს, ძირითადად ბებიაჩემი და დედაჩემი. აი როგორ ვიმახსოვრებდი დღესაც თეზისებად მაგ ტვინში და ეს იყო მე უნდა მესწავლა სხვის შეცდომებზე. აი დააშავა რაღაცა ვიღაცამ და მე მსგავსი აღარასოდეს აღარ შემემთხვეოდა. ესე გავიზარდე. აი ეს დღიური და ის სიყვარული, რაც დაუშვათ, აი ეკრანიდან შევიძინე, ეს არის ხანდახან რესპონდენტს რო უზივარ, აი მაყურებელი რა კითხვას დასვავს, რა ინტერესებს მაყურებელს და ვამბობ ხოლმე ესე გახსნათ, ეხლა მაყურებელმა მითხრა, რომ ეს კითხვა უნდა დაგისვა. აი თითქოს ასაკში რო შევედი, თითქოს აი მე აღარ ვცხოვრობ. კამერა, ტელევიზორი, ტელევიზია, ფიქრები, ჩემი სტატუსები და ვარ ნეტარი. მე მგონი კიდე სიყვარულისთვის რა არის საჭირო, რომ უყვარდე ადამიანებს. არასოდეს არ გისურვებ ცუდს. არასოდეს არ ვამბობ ცუდს ვინმეზე და მე მგონია ეს ენერგეტიკა რომელსაც ვიტყვი სადღაც მაღაზიაში ბავშვმა გამოყო ტანსაცმლებიდან თავი და უცბად ჯაჯანიძე 2 წლის ისეთი ბედნიერი ვიყავი და ეს არის როგორიც ხარ ისეც ღებულობ. შენ მიაღწია იმას, რომ ადამიანი არ არსებობს, ვინც არ იცის შენი სახელი და გვარი. ხარ კი რა არის ამის საფასური? არ გეტყვი, რომ აი ვერ გეტყვი, რომ აი ძნელი გზა გავიარე, ბევრი ვიწვალე, ბევრი რაღაც არა. ნახე აქვს რაღაც მინუსები. არა, აი გეტყვი და დამიჯერებ. გეტყვი და დამიჯერებ. ნახე იცი რა მე ჩემი თავი გამოვიტირე აი ეხლაც რაღაცას ცრემლი მომერია უცბად და რა თქმა უნდა ტკივილი არსებობს ეხლა რაც არ უნდა იყოს მაგრამ მე რო რაღაცა მტკივა ვამბობ ცოცხალი ვარ მტკივა და ბედნიერი ვარ იმიტომ რომ ცოცხალი ვარ ნახე რთულია ცხოვრება მიყვარს სიცოცხლე, მახსოვს სიკვდილი, ეს თემები, რომელიც სულ თავშია, რას დაეძებ და შენ საფირმო ფრაზა, რას დაეძებ? რა გამართლებას ვუპოვე, რა გამართლება ვიპოვე ადამიანები, რომლებიც დავუშვათ მლანძღავენ. ნახე არ მოქმედებს რაკნას იმან ისეთი გაჩნდა კოჭლი ადამიანი რომ მიდის ხომ ვერ გაუსწორებ ფეხს მე მახსოვხარ რომ ქონდა რეაგირება აი არა ნახე მე გეუბნები ბოლო 20 წელი ბოლო 20 წელი და გეტყვი დამეთანხმები ალბათ რომ ტვინი ყველაფერს აკეთებს. იცი რომ მე დავიჯერე ბოლომდე რომ მტერი არ მყავს? არ მყავს. არ მინდა და არ მყავს. მოდი სინჯე მიმტრე. იყავი მტერი. აი რა აი სხლიტა. ვეღარ მაკლებ ვერაფერს. ბევრი წავიკითხე, ბევრი ვიმოგზაურე,
ბევრი სიყვარული მივიღე, ყველაფერი მივიღე, რისთვისაც იბრძვიან. არასოდეს არ მიბრძოლია. არ მიბრძვი. ეხლა ცოტა მოგვიანებით მინდოდა, მაგრამ ეხლა გამახსენე, რადგან ეს მტრობა ახსენე. ძალიან მობილიზებულია საზოგადოება, რომ დაგაპირისპირონ შენ და ნანიკო ხაზარაძე. არ არსებობს. ვიცი. ვიცი, რომ შენ ამას გადალახავ და აი იმდენაირი ვერსია, ну მე მეცნებები გიცნობ შენ. იცნობ ნანიკოსაც და არ დაუშვებს არანაირად, რომ დაბრუნდეს შენ ის, რა საერთოდ არაფერ შუაშია. არა, გეტყვი, ნახე რა მოხდა. არ უნდა მომხდარიყო. მეც დავზარალდი ისიც, ну, სიტუაციაც, მაგრამ ნახე აი პატარა ბავშვს ხო ვეუბნებით, შენ ჩაქრი. აი ზუსტად ესეთი ჟესტი. კი, ვიცი. ეს გააკეთა. იმ წამს მხოლოდ სტუმარი და არ დაუჯერებელია და ხალხი რას იზავს ახლა ხალხი და მართლაკნა. ოღონდ დამთავრდა გადაცემა, გამოვედ და ვაიმე ჯაჯო, აი მართლა შეწუხებული იყო. მე ვთხარი, კარგი მეთქი რა, მოხდა, всё. შენ შეწუხდი ამდენი მობოდიშებით. და ვუთხარი, ნუ შემაწუხებ მეთქი ახლა გასაგებია. ეხლაც ველაპარაკებით ჩვეულებრივად. ოღონდ მე ხო ვამბობ, რომ აი ხალხი სანახაობა უნდა და არ აძლევ ხალხს სანახაობას. გესმის? ხო და რამდენმა მოიცალა ის რომ მე მინდოდა მისი გაგდება, ის რომ გააგდეს, ჯერ რა ჭირს გასაგდები. ნამდვილად არაფერი. პროფესიონალი, ჭკვიანი, ნიჭიერი, მე რომ რამე დამჭირდეს, ძალიან ჩვეულებრივად ავიღებ ყურმილს და დაურეკავ და ეხლაც გვაქვს ურთიერთობა. მოხდა მერე იყო როგორი დაპირისპირება, იცი, აი პირადში მწერდნენ საშინელ რაღაცებს, როგორც კაცი შეურაცხყოფილი არ დარჩი, ვმეგობრობთ. ახლობელია. ვერ წამოგიკიდეს ვერანაირად. არა. მე არც ის სხვათა შორის, ვერც ის ვერ წამოიკიდეს, უბრალოდ ხალხმა გამაგი რა საინტერესო ყოფილა ეს ხალხის აზრები და აი არ გაჩერდა ხალხი. კი, საინტერესოა ამ ყველაფერზე დაკვირვება. უსაქმურობა ეს და სასაუბრო. რო იცოდეს რა ამბები დატრია, თავის ერთი მაგის ფეხი აღარ ნახო საქართველოს. გიფები, რაღაცა შარჟები, ტექსტები, აი ხო გინდა მოიცალო. არა ვერთობოდი ძალიან ერთმანეთს უგზავნიდით და ეს კიდე გაგრძელდება, ეს არ გაჩერდება ესე მალე, იმიტომ რომ ხო და იცი რა არის? ხშირდება და პური და სანახაობა. პური და სანახაობა, მაგრამ ყველაზე რაღაც სანახევროდ გადავუდგეთ. ვითომ რაღაც. არა, ნახე საინტერესო ის არის რომ ვიღაცები ამბობდნენ, ვაიმე არი ნერვიულო, მალე რაღაცა მოხდება სხვა და თქვენ გადახვალთ. აი ამაზე რომ ვდგევართ რომ იქნებ რამე მოხდეს, ნუ არ ვიცი. ხო. ასე რომ სანახაობა თვითონ მოიწყო ხალხმა. მაგრამ ხო, ნუ ეს რაღაც ესეთი დამთხევა ცნაურს ვერ დავარქმევ და ამიტომაც ხალხს მიეცა საბაბი, რომ აი მოხდა თუ არა ეს ფაქტი, ხო რაღაც მაშინვე წავიდა ნანიკო და ასე რომ ჩემო საყვარელო, კი, იცი რას ფიქრობდი შენზე? რაღაც ამ ბოლო დროს ხშირად მეფიქრება ხოლმე, მეტყობა რომ მენატრებოდი. მე დამიდგინდა ADHD სინდრომი, რა სახე გქონდა? სახე შეეცვალა. შეიშფოთდა. მე გვინი შენც გაქვს. არა, დამაცადე გითხრა ახლა. მე ვნახე რამოდენიმე პოდკასტი შენი და ამბობ მაგ სინდრომს. ხო. რომელიც არ იცი რა? არ ვიცი. არ ვიცი, აბა მითხარი რა მჭირს? როგორი ტიპები არიან? აი ხო, შენთან დაკავშირებით რატო ვიფიქრებ? დიაგნოზებს რატო swam არ ვიცი, აბა მითხარი. მებინება რომ მითხარი. აი ამ ქვეყანას არ ესეთ ფრაზა ხო გაგიკი, აი მარსზე ცხოვრობენ. შენა ერთ-ერთ ინტერვიუ რა თქმა უნდა ხა ისედაც მოგიყოლი, აი რომ უყურებდი ამ კლდეებს და რაღაც გასული იყავი. ხო.
მომსახურების ზონია. რა ქვია კიდე გამიმეორე? ეს არის აბრევიატურა ლათინური ასოებით ADHD სინდრომი. ქართული თარგმანი არის ჰიპერაქტიულობის სინდრომი, მაგრამ ჰიპერაქტიულობა ბევრს არ აქვს. ანუ როგორ ტიპები არიან? ხო, არა. არც მე სხვათა შორის. ცოტა გაფანტულები არიან, ცოტა ქაოსურები, ძალიან კრეატიულები და საინტერესო ხალხია ამავდროულად და მათი ტვინი არ არის ტიპიური განსხვავებულები, აღქმა განსხვავებული აქვს, შეგრძნებები განსხვავებული აქვს, ანუ სხვა რასაც ვერ დაინახავს, ეს დაინახავს და ბევრი ხო დროსთან დაკავშირებით აქვს კიდე აღრევა, რაც შენ მე მგონი არ გაქვს თუ ამაზე აი ძალიან გერმანული ესე. ვიცოდი რომ შეიძლება ჩემს ზედაც მოსულიყავი ამ ჩაწერას ეგ. არა, დრო, ხო ხედავ ზუსტად მოვედი. არა, დროში არა არ ვიცი ახლა მომწონს ეგ და ვთქვა რომ მეც მჭირს. იცი როგორი ამბავია? ძალიან ბევრს ვისაც დაუდგინდა ეს სინდრომი. როგორ უნდა დამიდგინონ, მითხარი და წავალ, გავესინჯე. რატო წავალ? შენ ფსიქიატრის კომპეტენცია, ანუ განსხვავებული ტვინი აქვს. აი ამერიკაში მაგალითად დიაგნოზი რო დაუსვან, ვისაც ეჭვი აქვთ, MRI თუ MRT როგორ ქვია, даже იქ უშვებენ რომ გადაიღოს ტვინი, ანუ განსხვავებული ტვინი აქვთ რა, ეს არის და ძალიან ესეთი საინტერესო ადამიანები არიან მოკლედ და რატომღაც ესე ვიფიქრე შენზე და რომ დაგიდგინდეს ხა მითხარი სად უნდა გავესინჯო? ფსიქიატრი გაყოლება მეგობარი, არა, მეგობარი სხვათა შორის არც მეგობარი არა. ხო და აი არავინ? არა, ვიცნობ გამარჯობათ როგორ ბრძანდა. ნეიროტიპიური ადამიანი არ ხარ, არ მეჩვენება და რატომღაც ესე ვიფიქრე. შენის მითხარე. მე როგორი ვარ, იცი ორი სიტყვით გეტყვი. მე ვარ ადამიანი, რომელიც მყარად დგას მიწაზე, ძალიან მყარად, რომელსაც არაფერი დედამიწის ზურგზე სხვა არაფრის არ ჯერა. დამთავრდა წერტილი, მე ვარ ადამიანი, რომელიც მხოლოდ კოსმოსის მჯერა, ენერგეტიკული ველების, მისტიკის და ასე შემდეგ. ორივე თანაბრად, აი ორი ჯიბე ხო გაქვს. ერთ ჯიბეში ეს მიდევს, მეორეში ეს. გინდა გითხრა თან იცი რა არის? ბევრი ვიდეოები მხვდება შენი და მეც ვისარგებლებ ამით და თამამად ვიტყვი. 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან, ერთი ადამიანი იბადება გრძნეული და ძალიან გონიერი, რომელმაც წინასწარ იცის ბევრი რამე. ყველაფერი არა. და მე ვარ ის ადამიანი. შენ ერთხელ შემაშინე, იცი რა მითხარი, არ ვიცი გახსოვს თუ არა. არა, მითხარი. ანუ შემაშინე ხა არაფერი არ გამიფიქრები ხა შენზე ცუდი, მაგრამ თავს ვაკონტროლებდი მე. რა მითხარი? რაღაცაზე ვსაუბრობდით. და აი შენ მოაყოლე მე ფრაზას, აი წარმოიდგინე ულიკაო, მე 2 დღეში ვარ ხა რომ მისმისო, ეს ფიქრებიო და ვაიმე, ვიფიქრე. თავს კონტროლი უნდა გაუწიო ლიკა. ხო, ნუ იცი რა მითხარი? არა, ისე არ გითხარი. არა, რატო? ჩემთან რა ქონდა ხა ეს? გინდა გითხრა ახლა ერთ-ერთ უნივერსიტეტში შეხვედრაზე ვიყავი, ბევრი მე ვგიშდები მოწმეებზე. შეხვედრაზე მივედი, ნუ იქ ძალიან თბილად, ესეთ შეხვედრებზე რომ მივდივარ, ცოტა სხვანაირად ვიცვავ, იმიტომ რომ არ მინდა ძალიან ჭრელა და ეს ჩემი მოთხოვნილებაა, რაც მაცვია და უცბად გამოვარდა ვიღაცა ხანდაზმული ძალიან სოლიდური ქალი თქვენ არ იცით ეს ვინ არის ეხლა ხდებოდა რომელსაც ეწრებოდა მაკა შალიკაშვილი გეტყვი აი გეუბნები და ეს მაკა გაოცდა რომ ეს ნეტა ვინ არის ესო იყო ძალიან პატარაო ახალგაზრდაო და გაჩერებაზე ვიდექიო მოვიდა და რომ დამელაპარაკაო რაზედაც ფიქრობდი და გაშტერებული ვიყავი იმ თემაზე დამიწყო ლაპარაკიო მითხრა როგორ მოქცეულიყავი და ზუსტად ისე მოვიქეცი
მე ჩემო კარგო ადრე ესე ქუჩაში დავდიოდი, ვაჩერებდი ხალხს და ვეუბნებოდი სად მიდიოდა, რატომ მიდიოდა, როგორ მიდიოდა. ეს ყველაფერი ჩემში არის. ოღონდ მე დავტოვე ეს ყველაფერი დროებით. ველოდები კიდე ასაკს. და აი ასაკში რო შევალ. ჯერ არ შესულხარ? არა, მე გავიყიდე 27 წელს რო მე და შენ, ესე იგი მუდმივი ბავშვები. მე მაგ კვერთხი. კვერთხი არ ჯერ არ მწარებლის კვერთხი უნდა გავაკეთებინო. მწარებალი ხო იცი? რა ვიცი, ბალი. არა, მწარებალი. რა არის მწარებალი? მოიგონა ეხა რაღაც. რა მწარებალი? არ ვიგონებ, ხვალ ჩაგიწერ ვიდეოს და არა, კი, მაგრამ მწარებალი მე არსებობს მწარებალი. გეტყვი, გინ დაიჯერე გინდა რა. ჩიტმა მოიტანა მწარებლის კურკა და ჩადო ჩემთან ეზოში და ამოვიდა მწარებალი. გაიზარდა დიდი, ვათვალიერებდი აი ამ ტოტებს. ეხლა ქიში ვიტყვები, ხო, არა უშოთ. ვათვალიერებ და დავინახე კვერთხი რისგანაც უნდა გავაკეთო და ასაკში რო შევალ, მაშინ გავიკეთებ კვერთხს. აი, ხელში მიჭირავს ესე და მე ადამიანებს ვეუბნები და ვამშვიდებ. მე ესე ვცხოვრობ. და ზიხარ სამეფო სკამზე. სკამიც მინდა შეუკვეთო, ლამაზის სკამი. ასე კი ახსენე და აი მოხუცად როდის იგრძნობ თავს როგორ მოიწევს? არ ვიცი. მართლა არ ვიცი. ეს ყველაფერი მე როგორიც ვარ არის დედაჩემის ბრალი. გასვლის დროს მამოწმებს მაცვია თუ არა თბილად. და ხელებზე მკიდებს ხელს, რო ცივი ხო არა მაქვს ხელები. აი ფსიქოლოგების შეცდომა დავაფიქსირე. ესე იგი ამბობენ რომ თუ დედას და შვილს ჭიპლარი არ აქვთ გადაჭრილი, თქვენ არ გაქვთ გადაჭრილი აშკარად. ამის ბევრი ნიშანია. შვილი ვერ მიაღწევს წარმატებას. არა ჩაულებრივად მიაღწია წარმატებას. გადაჭრილი ჭიპლარი რას ნიშნავს? ნუ ესეთი ფრაზა არის, როგორ აგიხსნა. ანუ თუნდაც აი პრაქტიკაში გამოიხატება, თუნდაც იმაში, რომ დამოუკიდებელი უნდა იყოს. ახლა შენ დედა გითლის ვაშლს დილაობით, დედასთან ცხოვრობ. ეხლა მე ძალიან ისე ბანალურად ყვები, უფრო ღრმაში არსიობს, მაგრამ აი ესეთი დამოკიდებულება, ემოციური, ესეთი გადაბმული რო გაქვთ თქვენ. გეტყვი ეხლა რომ ამით кайფობ. არა ვგიჟდები რაზე იცი? დედაჩემი არის საოცარი ქალი. აი მაგალითად თუ გოგო და მერე ქალი არის გაუთხოვარი ის ბოლომდე რამდენი წლისაც არ უნდა გახთხოვდეს ისა გახდეს არის ქალიშვილი თუ მას საყვარელი ყავს მას არ ჯერა უგონებენ დედა ანუ ქალს თუ ქმარი არ ყავს არ ჯერა რომ მეგობარი ყავს და ნახე აი ძალიან დამოუკიდებელი ვარ. აი ძალიან და მგონია ჩემთვის ჩუმად რომ დედაჩემს ვეცოდები. რატო იცი? რაღაცებს რომ ვლაპარაკობ ხოლმე ტელევიზორში. კაი დედა არ ცხენია. რატო დედა, რატო ამბობ? ვამბობ რომ არ მიყვარს სტუმრები. თუ მოხვალ მოდი 2 საათით, აღარ მინდა მეტი, არ შემიძლია. ამიტომაც არ მოდი. 2 საათით მოდი. ნახე, ყველაფერს მოვასწრებთ. შენ ამბებს, ჩემ ამბებს, ეზოს დაგათვალიერებინებ, კვატები მყავს სასწაული. ეს ყველაფერი, მაგრამ არ მიყვარს დიდხანს. აი ხო ესეც ADHD-ს ამბებია. ხო და იღლები, ფიტები? აი სტუმრებთან. ძალიან საინტერესო ადამიანი რა. არ მაინტერესებს, მაინც არა. მაინც ლიმიტი აქვს დაწესებული. ეხლა ნახე გეტყვი. ჩემთვის მეჯერ უინტერესო ადამიანი არ შემხვედრია. ყველა ადამიანში ვპოულობ ისეთ საინტერესო რაღაცებს, აი ზოგადად მაინტერესებს ადამიანი, მიყვარს ადამიანი.
აი ვიღაცა რო გაცეცხლებულია და ვიღაცას რომ მტრობს და ლანძღავს, აი რო ვეუბნები რა საყვარელი ხარ. გეჩვენება რო გძულს, გეჩვენება რო ის ცუდია. დაანებე თავი, რად გინდა. მე ისე მიყვარს ჩემი თავი, რაც არ უნდა გამლანძღო, გულთან არ მოდის. რა ვქნა? არა, ვარის HD. მეძლის დავიმახსოვრე. კარგი, მე უნდა დავიწერო. მოდი ქართულად მოუგონე. მე მოუგონა. მოუგონე ამ თარგმნოთ ან რაღაცა. ეს ხო არის მერე ADHD. არა, ვერ დავიმახსოვრე. ქართულად მომიგონოთ. ჯობია თავიდან. უცნაური ადამიანი. ან საცნაური, ან აი რაღაცა მოუგონოთ. გიორგი, შენის მითხარი. ვინმესთან ქონია ესეთი ურთიერთობა, რომ აი ხმას არცემდი. ეხლა იმის ფონზე რაც შენი ლაპარაკე შენ თავზე, ცოტა უცნაური კითხვაა, მაგრამ ეს პროვოკაციული კითხვაა. ხმას რო არ ვცემ? ხმას რო არა, აი გაბუტული იყავე. და ეხლა გეტყვი. არა, უცნაურ რაღაცას გეტყვი. ისევ ეს HD. მოდი HD დავარქვათ დროებით. ნახე, გეტყვი. არასოდეს არავის არ გავბუტულ ვარ. წყვილი. დამაცადე, გეტყვი. მეც გეტყვი რატო გეუბნები. დამაცადე, გეტყვი. არასოდეს არავის არ გავბუტულ ვარ. პირველი ჩემი გაბუტვა მახსოვს ვის გავებუტე? ოღონდ არიცი როგორ მენატრებოდა. გაზეთში ინტერვიუ მივეცი რა გენატრება. კითხვას მისვავს ჟურნალისტი და ვეუბნები ესა და ეს ადამიანი. და რატო გენატრება? წასულიო, არა მე ვთხარი. ხმას არ ვცემთ ერთმანეთს, თქო. ეხლა რატო გიყვები ამას? ერთ მშვენიერ დღეს გამინათდა გონება და დავიწყე ადამიანების დაკარგვა. ნახე, რომ მანერვიულებ. მე რო შენ რაღაცას გეუბნები შენთვის, თან მეკითხები და გპასუხობ და მე იგივეს აკეთებ. ან არ მინდა ვიღაცაზე ვინერვიულო. ჩემი ორი შვილი, იდეალური შვილი, რომელსაც არ მაწუხებენ, ესმით რომ HD. აიტაცა. შენ იცი რომ ბევრი ადამიანი ამ დიაგნოზს იყენებს სათავისოდ. როგორ? ხო, აი თქვა რაღაცა ისეთი თვისებები აქვს, რომელიც შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს სხვაებისთვის, რა და ეგრევე ააფარებენ ხოლმე ამ საბუთს, რომ მე ეს მაქვს დამანები თავი. შეგიძლია გამოიყენო შენც. მე დავსარგებლობ სახლშიც, ოჯახშიც უკვე. ჩემი დიაგნოზი გითხრა? აბა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვარ აუტისტი. მართლა გეუბნები. აი ყველა მონაცემი მაქვს. ისეც ADHD აქვს, ბევრს არა, მაგრამ ზოგიერთს აქვს ეს სპექტრი. აი მაინდა-მაინც გინდა რომ ის. არ გეწყინოს რა. ხო. მითხარი. ეგ მეც მეფიქრია. რატო? შენი მონაყოლიდან გამომდინარე. ხო, ეგ არ მახსოვს. შენი მონაყოლიდან გამომდინარე, აი რასაც ყვებოდი ხა ეს ხო ესე იყო, ხო არ იგონებდი, რომ აი ვიყავი განმარტოებული, აი რა ვფიქრობდი, რასაც ყვებოდი მოკლედ შენ ბავშვობაზე. გული მიჩვილდება, იმიტომ რომ ძალიან გულწრფელი ვარ. აი გვიან ხვდებოდი რას იცი? აი ჩემთვის მივდიოდი რკინიგზაზე და შპალი ქვია, არ ვიცი რა ქვია, აი ისინი როა ხეები როა. ხო, ვიცი. შპალებს ვიძახთ, არ ვიცი ეს რუსული სიტყვა თუ ქართული. ლიანდაგი? ანუ ხო. არა, ლიანდაგია თვითონ ის. კი, მივხვდი. და აი ძლივს ვაბიჯებდი, დიდზე იყო, ანუ დიდი ნაბიჯი, ეხლა კი ეს არის და რას ფიქრობდი და ადგილიც მახსოვს. მე უნდა მოვიქცე ისე, როგორც მინდა მომექცენ ადამიანები. გადის დრო და ეს არის იმხელა სიბრძნე,
რომ შოქში ჩავარდი რო გავიგე და რა დამემართა იცი აი მინდოდა რომ არა მე მოვიგონე გამიგე აი ესეთი რაღაცეები მქონდა ანუ განსხეულდა ეს შენი ფიქრები ხო ხო არის რაღაცას ფიქრობ აი ძალიან ბევრი რაღაცეები ყოფილა ისეთი რომელიც აი მიფიქრია და მე აღმომიჩენია რომ ვიღაც ძალიან დიდმა თქვა და ამიტომ ნახე ეს არის რა მომენტი იცი მეც მქონია და ის ადგილიც კი მახსოვს სადაც ეს ფიქრი მოვიდა ის კი არა რომ შენ აი დაჯექი და ფიქრობ გარედან მოდის და ეს არის ეს რუსული სიტყვა არ მინდა გამოვიყენო მაგრამ აი რომ გაგინათ და გონ აი ეს არის ნამდვილი ფიქრი გარედან შემოსული ხო ესეა ხო მოვიდა ხო მოვიდა ჩემს აი ეს არის სრული ჭეშმარიტება ბევრი რამე მქონდა მთელი არა ზუსტი მეცნიერება ნუმეროლოგია მთელი ჩემი მე მაგ ჩემი რას ნიშნავს შენი ჩემი ნუმეროლოგია მაგ მე ვაკეთებდი ამას სანამ ვიღაცამ არ თქვა რომ გერმანულიდან თარგმნაო მე როგორ თარგმნიდი წარმოვიდგინე 22-23 წლის ვიყავი მე მაგ ჩემი ყველაფერი ერთი სიტყვით გასული ვარ რა აი ეხაც გახვი რამდენიმე წამისად მაგას იტყვით რატო არ შემკითხე აი ეს უცნაური კითხვა ხა რა შუაშია ხო მაინც გაბუტოსთან დაკავშირებით ეხა ვინმე სხვა არ გაებუტე ეხა ესეთი კითხვა რატო დაგისვი არა ეხლა ნახე შენ ხარ გიორგი მე გამებუტე მე ჩვენ ვიყავით გაბუტულები მიზეზი რა იყო არ ვიცი წლებია ამაზე აი ფიქრობ ვიხსენე რა მიდი გამახსენე ჩვენ ვიყავით გაბუტულები რატო აზრზე არა ვარ იქნებ შემიძლია და ძალიან აი ორივე ძალიან სასაცილო ადამიანები ვართ რატო შენ მუშაობდი მზეში ხარ წამყვანი და მოგეთ ვარ გაბუტული შენ გამებუტე თუ მე გაგებუტე ეგეც არ მახსოვს მაგრამ ხმას არ ვცემდი ერთმანეთს ეს ნაღდად მახსოვს რომ დამირეკეს ნუ დამირეკა პროდიუსერმა შენ არ დაგირეკე შერიგება უნდა ეთყობა მოვედი ხო შეიძლება და არ მოსულიყავი და არ გაინტერესებს თემა გადაცემის თემა რა იყო ეთიკას ვისაუბრეთ ბევრი ორი ზრდასრული ადამიანი და გაბუტულები ვიყავით. გამარჯობა ჩვენ არ გვიტყვი ერთმანეთს. ანუ ისე ვიჭექი რა, ისე მინდა რომ აი ეს გადაცემა არ ვიცი, ანუ ხო იქნება შენახული და აქეთ შეზღარ საერთოდ არ გაგწევ ყურადღებას და ვესაუბრები მაკას და კიდევ მესამე წამყვანი ვინც იყო. აი ეს ისტორია, აი საერთოდ არ მახსოვს. რამდენჯერაც მახსენდება მეხემი. მიზეზი არ იცი ცოტა? ცოტა. შენ მაწყენინე, მე გაწყენინე. აი რა. ერთი ვიცი უეჭველი რომ მე ხო ბუტია ვარ და მე გაგებუტებოდი რა არა ხო აი ვერ გავიხსენე ვერაფერთ. აი ესეც სასაცილო ისტორია ხარ ბუტია. კი და ეს ინფანტილიზმია, ბავშვური ხასიათია და შენც ხარ ბავშვური და ბუტია არ ხარ აშკარად. არა, მე გამიზნული ბუტია ვარ. ოღონდ მუშაობ ჩემ თავზე, იმიტომ რომ ეს არ არის კარგი. ჩემთვის პირველ რიგში. არა, შეიძლება კარგიც არის. იცი უნდა გაებუტო იმას, ვინც ნერვებს გიშლის. სტანისლავსკის აქვს ნათქვამი რა თავის მსახიობებს ვისთანაც მუშაობდა სანამ რეპეტიცია დაიწყება სტანისლავსკის გავიარე კურსი ძალიან ხო და აი თუ გახსოვს აი ითამაშე 15 წუთი ბედნიერი ადამიანის როლი და გახდები ბედნიერი და ნუ ეს რო გავიგე მოკეთ ავიტაცე და ჩემ შეყვარებულს მოვაწყებ პროვოცირება ჩხუბის და აი ძალიან კაი ხასიათზე ვიყავი რა ნუ просто ეს გაბუტვა მომინდა და ამ როლში შესვლა მომინდა გავაკეთე ესე იგი 15 წუთში ჩვენ ისე ვიჩხუბეთ ოღონდ მართლა ანუ აი რამდენად ის არის მართალი ეს ამბავი მაგრამ შენ არ ხარ დაჯილდოებული ამ თვისებით არა მე არ შემიძლია მე იცი რა არის პატიებელი ადამიანი ვარ
აი უწყად გიგებ. რო არ გვახსოვს ახლა ეს ჩვენი გაბუტის ამბავი, ესე იგი იმდენად არ ჩავიდეთ გულში. არ შენ საერთოდ არ გახსოვს. ჩემ გაგაიგერა. მე მახსოვს ეხლა ამ ბოლო დროს რო გნახე, მე როგორ გადავირიე რო გამეხარდა. ხო, დიდი ხნის ენახე. გამიხარდა ძალიან რო დაგინახე და ეგ არ საერთოდ არ მახსოვს. მე რო წაგაქეზე რომ გახდი დიზაინერი თქო, იმიტომ რომ შენ რო დროს ხარჯა. ჩასაც აი მე სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ ახლა სამოდელო სფეროში ვარ და უნდა იყოს ესე. სამწუხაროდ არ უთმობ აი ჩაცმა და ხურვას და გამოფრანჭოს ამდენ დროს. მე წაგაქეზე რომ დიზაინერი გახდი თქო და მე გავიტან შენს კოლექციაში ჩვენებაზე თქო. ძალიან მუშაობთ მამ საკითხს ერთ გულში შეუშვიდა მე არა ძალიან მინდა იმიტომ რომ აი ერთ-ერთი კიდე აი მოდა როგორ თქვა ეხლა ცოტა ამას ვერ ვიტყვი ის ხო ვთქვი რომ 100 წელიწადში ერთხელ იბადება და მე ვარ მაგრამ აი მოდასთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი რას იცი აი ნაწინასწარმეტყველები მაქვს მოდა აი რა შემოვა მოდაში აი 5-10 წლით ადრე მაგ აი გაკეთებული მე თვითონ 5 წლით ადრე არ გვინდა მე რა შემოვა მოდაში ოღონდ 2 წელიწადში ხა 1 წლის პროგნოზი უკვე არა ნახე გეტყვი ეგ როგორ არის იცი მე საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი ვარ ბევრ რაღაცებს უყურებ რა შემოვა მოდაში არა ნახე მე დღეს რომ მივალ დავწვევი რაღაცას ვნახავ და უცბად ვხედავ რომ ეს უნდა გავაკეთო და ამას რომ გავაკეთებ გადის პერიოდი და ვიღაცა აკეთებს კოლექციას და იქ არის ესე ვაზროვნებ ის რომ ახლა წინასწარმეტყველი რა შემოვა მოდაში ეს ნიჭი არა მაქვს აი ჩემ რაღაცეებზე აი მაგალითად გეტყვი ნუ 79 წელში დავხიე ჯინსები და მეცვა დახეული ჯინსები 79 წელს რამდენი წლის ვიყავ შენ ჩემზე ძალიან პატარა ხარ ახლა ნუ ანგარიშო არა და არ კითხო ახლა ასაკი უცებ არ გითხრა იდეები მოუპარა ჩემთვის რამდენიც გინდა შენც ხო გპარავე რამდენიც გინდა ხო რა აი ახლა მოხდა მაგრამ ესე იგი შევეგუე რა იმიტომ რომ რეაქცია აღარ მქონდა და იმდენად ესეთი მნიშვნელოვანი იდეა ადამიანს ვუთხარი რა რომ ესეც ჩვენებას ვაპირებ თქო და ოღონდ ძალიან ისეთი არაორდინალური უნდა ყოფილიყო გავიხედე და გააკეთა მაგრამ ვეღარ გავბრასდი დავიხალე კარგი მაშინ კითხვას დაგისვავ რას იცი მე მქონია რეაქცია აი შენ გაკეთებულ საქმეზე ნახე პირველი გააკეთე რაღაცა გადის წლები და აკეთებს ვიღაცა და ამბობს ეს არის პირველი პრეცედენტი და ამ დროს ეს პრეცედენტი კი არა ლიკა პასბექს აქვს გაკეთებული არ მწარდები კი და ძალიან ბევრს ვიბრძოდი მაგრამ ვერაფე ანუ ჩვენთან ხო არ არის ისეთი წამიყვანე მოწმეთ და მოვყვები ამბავს მოვყვები წარმოვიდგინე სასამართლოში ჯაჯო მოწმ და მე მოვყვები ყველაფერს ხო აი მე რაც ერთ-ერთი ესეთი იდეა რაც მინდოდა რომ დარჩენილიყო და ჩემი ყოფილიყო როდესაც გავაკეთე წარმატებული ქალი პოდიუმზე მყავდა წამყვანი და წამყვანები ზოგადად არ ყავს ხოლმე ჩვენებებს არც უხდება ძალიან იშვიათად და გამოდის ადამიანი და აცხადებს მის რეგალიას სახელს გვარს და სტატუს რეგალიებს ეს აი ვკითხე ყველა ხელოვნური ხა ადრე არ იყო მაგრამ ეხლაც რომ ვკითხე მეუბნება ხოლმე რომ არა ლიკა შენ ხარ პირველი ადამიანი მე ხა უფრო მარტივია ეს გადამოწმება რომ რამდენი ქალი გააბედნიერა და ეს გააკეთეს ხო და ძალიან დამწყდა გული ოღონდ აი თავის დაუნებურად გააკეთა ამ ადამიანმა შენც იცნობ ამ ქალბატონს და უბრალოდ რაღაც იფიქრა რომ ჩვენებებზე ესე ხდება გააკეთა ნუ რა უყო მოკლედ არაფერი ისეთი გიორგი
რატო არ გიყვარს სტუმრები ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ უყვარს ადამიანი? ცოტა პარადოქსულია. არა, რატოა მე სტუმარი ღვთისაა, სტუმარია ღვთის, მაგრამ არცად არ წერია, რომ ძალიან დიდხანს უნდა იყო და აღარ წახვიდე. დიდხანს ეხა სტუმარს ორთაჭალაში ხო ცხოვრობ, ქალქის ცენტრში არ ცხოვრობ. ორთაჭალაც არ არის გარეუბანი, მაგრამ ერთი საათნახევარი ხო უნდა შენამდე მოსვლას. ეხლა რომ მოვიდე და დამიწესო ლიმიტი, რომ ლიკა 1 საათში წადი. ორ საათში, ლიკა 2 საათში. ნახე, როგორ დაიწყო თავიდან? კინო სტუდია მომცა საერთო საცხოვრებელი ნუცუბიძეს. ცხოვრობდი 25 კვადრატულ მეტრში და მოდიოდა ხალხი და აღარ მიდიოდა. ადამიანები კინოსტუდიიდან არა ქმიდი, კარგი. შემქმენი 1 საათი, 2, 3, 4, 5 დაღამდა და აღარ მიდიხარ. დავიწყე მტკნარება არშველის. დედა რა დრო გასულა? საათი. და არ მიდის. ღამის 3 საათია ყვირი. არიგებენ, არ. ეხლა ნახე, მოდი და ნუ დააწესებ. გიორგი, აი პირველად სატელევიზიო სივრცეა მაინც პოდკასტი სტუმარზე საუბრობთ ეს ადამიანი რა დროულად წადით არ მსმენია. კიდე უარესი გითხრა. მიდი. მინდა რომელია? აი მოდიხარ. არ მოვა. არა, დაუშვათ მოდიხარ. მოდის ჩემი მეგობარ. ეხლა ეს ლაპარაკი არის მეგობრებზე, რომლებმაც იციან ჩემი ხასიათი. თან გადაყვები, გამოყვები სადაც გინდა. ყველაფერს ვიზავ შენი გულისთვის. ერთი სურვილი შემისრული, რომ 2 საათზე მეტი ნუ გაჩერდები. და მაგის არ ჯობია, რომ საერთოდ არ მოვიდეს ადამიანი. არა, არ მიიღოს სტუმრები. ამიტომ მე მივდივარ და როცა მინდა მაშინ მოვდივარ. ოღონდ მალე მოვდივარ. ერთხელ ბაბი კირკიტაძე მოვიდა და 2-ს რო დააკლდა სადღაც 10 წუთი, მიდის 2 საათს უნდა შესრულდეს. მე უთხარი დარჩი მე. იყავი სადგეჩქარება მეთქი. ძალიან არა. ისი არა მაქვს ეს დილობა და რა იყო ცუდად ხო რა ხარო და რატომ მეთქი და აი 2 საათი გადისო. მე უთხარი არ მომბეზდა მეთქი. ნახე მოდის ადამიანი ჩემთან. და პარადოქსი გითხრა. 95 წელს ვიყავი პირველად ამერიკაში. საიდესაც გადახტე ხა, ესეც ADHD-ს ამბავი. არა, ამას ებმება. ოკეი. ჩამოვედი და ამერიკის ამბებს კი არ ყვებოდი, რა ვნახე და რაზე გადავირიე. როგორ შეიძლება მეგობარს დაურეკოს და უთხრას შეიძლება მოვიდე. დამდას, ძმამ ძმას, დედამ შვილს. ესეთ ტექსტებით გამოდიოდი და აგერ შედეგი. ხო, კიდე ეს თემა შენ მოგეწონა და გაგახალისა ამან. არა, ძალიან დაიძრგუნე. სასაცილო ისტორია. ლიკა მომისმინე ჩემო სიყვარულო. აი გულით როგორ უნდა მოვიდეს? ჩემზე არ მოკლაპარაკე. ადამიანი როცა იცი, ეკლებზე სიხარ და სტუმარი კი არა, მასპინძელი უყურებს საათს. აღარ უყურებ, პირდაპირ იცი, ლიკა მომისმინე რა გითხრა. ეხლა მე ხო წეღან გითხარი რომ მაყურებელი თვითონ. ეხლა ჩემი ბევრი რამოდენიმე მეგობარი რა სიტყვის იცი? ის რატო არ თქვიო? ისო. ეხლა ვიტყვი. თუ ხასიათზე არ ვარ რომ მოდიხარ ჩემთან, შეიძლება გითხრა რომ ჭამე და მოდი. არა მაქვს ნერვები. გამოიღე თებში და აი ეს არ შემიძლია. ოღონდ არიან ისეთი მეგობრები, რომლებიც ვეუბნები, რომ გამოიღე თებში ადეგი და ჭამე. ხო, ეს არანაირი. ხო, და ამიტომ მე მირჩევნია, რომ ნაჭამები მოვიდნენ. დედაჩემი გაგიჟდება, არ ვაჩვენებ ამას. ამიტომ არ ეხდი დაბადების დღეს. მე შენ დაბადების დღეზე არ ყოფილა. არასოდეს არ გადამიხდია და სად მოხვიდოდი. არ მქონია. სულ გაგიჟდები ალბათ, ანუ შენი დაჟა.
20 ადამიანი უნდა არ არის შევიკრიბოთ და არ არსებობს დაგადგეთ აივნიდან გადმოვდგები და გეტყვი გაყვრი იმღერეთ არ შემოგიშვი შტურმით ავიღებთ სახლს ღმერთო არ თქვა რომ ადამიანი მიყვარსო სტუმარი არა, ნახე. ადამიანი ღვთისაა შემიჯიბრეთ ადამიანების სიყვარულში სტუმარი ღვთისაა ვადასტურებ მე ვამბობ იმ სტუმრებზე რომელიც მოდის და აღარ მიდის რა გიქნია აი ყველაზე ცუდი კაი მტკნარება ხო ვერ გააგდებ ხო არა, თეჩაშუა თავი. მოკიდებ ხელს და არა პირდაპირ უკაცრავად წადი არ ჯერა არა აი ხმას არ გაგცემს ადამიანის ცხოვრებაში რანაირად თუ დასაკარგია და იმის გამო რომ მე გადავიღალე და შენ ამას ვერ იგებ შენ მეგობრად არ გამოდგები აბა რატომ მყავს ქვეყნის მეგობრები რატომ მყავს მაგასაც მინდოდა მეკითხა ხო ამბობენ რომ მეგობარი შეიძლება ყავდეს 3 ან 4 მაქსიმუმ ანუ ამბობენ ბევრი ამბობს რომ ესეც ბევრია ხო გეთანხმები შენ ბევრი მეგობარი იცი რა არის ნახე ამ მეგობრებს ჩემ მეგობრებს აქ 3 კლასი კატეგორიები არის მეგობარი რომელსაც ენდობი და ნახულობ ძალიან იშვიათად აი არიან მეგობრები რომლებიც ყოველდღიურად აი შენ ყავხარ ხუთეულში იგივე არ მითხრა სრდილობის გამო შეიძლება წლები არ ვნახოთ მე და შენ ერთმანეთი მაგრამ აი რაღაცნაირი გრძნობა მაქვს იცი შენი დის მიმართ ნინოს რომ დავინახავ და შენს მიმართაც აი მგონია რომ აი ნათესავი და სისხლი და ხორცი რო დაინახავ აი იგივე აი არ ვიცი ესა გამახსენდა ერთხელ გადაცემაში თქვი შენ ესეთი რაღაც ეკა ხოფერიასთან ხო რეინკარნაციაშიო იყავიო ვიღაცის ბებია თუ ბაბუა ჩერტკოევი იყო ჩემი ბებია რა ხო ანუ იცი რატო ამ ისტორიას არ გავს ახლა ჩემი ისტორია აი მართლა ხო აი ნინოზე არ ვიცი ესეთ მიყვარს ბევრი ადამიანი მიყვარს მაგრამ ნინოზე და შენს ძმას არ ვიცნობ და აი შენ ხარ ჩემთვის აი წინა ცხოვრება თუ არსებობს შეიძლება მართლობა ვიყავით ნაცესავები არა ნახე მე სულ მახსოვს თუ გინდა ჩასვია თუ გინდა ამოჭერი აი მე მახსოვს ეხ გიდა ერთი რაღაცა გაგახსენო ეხლა მოკლედ არა ამას არ ჩასვამ იმიტომ რომ გინდა რომ ეს ყველაფერი დაივიწყოს შენთან რომ მოვედი პირველად რომ გათხოვდი და დედამთილს რომ მოვხდანე საჩუქარი გახსოვს ეს თუ არა აუს ხო ბეჭედი ბეჭედი მოუტანე შენს დედამთილს შენ ქორწილივით ანუ ჩემთვის უნდა მოგეტანა წესით მაგას ყვები და შენ ეცი არა იმ იცი რა არა ძალიან მოიწონა და ძალიან კმაყოფილი იყო ნახე თან საჩუქრის არჩევა იცი შენ ხო იცი რა იყო აი რატო გეცინება ხო რა ანუ მე რო ისე დამტოვე უსაჩუქრო ესე გადავწყვიტე მიდიხარ მეგობრის ქორწილში უნდა მიიტანო საჩუქარი ხო ნუ ხო უნდა მიუტანო საჩუქარი მე მიზან მიმართულად იმიტომ რომ შენ ისე დაახასიათე შენი დედამთილი რომ მიზან მიმართულად მინდოდა მისთვის რაღაც მეჩუქებია და იყო ულამაზესი ბეჭედი და მივართვი შენს დედამთილს ხო ცუდი არაფერი გაგიკეთებია ხო მაგრამ რა იფიქრე იჟიაო ვიცი ვერ ვკითხავ ახლა მაგას ხო და ასე ჩემო კარგო რომ მე არ ეწყინებათ ჩემ მეგობრებს არ ეწყინებათ არც მომა მოდი იცი პროგრესი ხო უნდა განიცადო და ახლა 2 საათიანი ლიმიტი ხო გქონდა ახლა მოდი 1 საათიანი და არა სტუმრებს და მომა თუ გაბრჯობის მერე გააბრუნე უკვე აი მე ძალიან შეიძლება გუწფელი ადამიანი ხარ მაგრამ მე ვერ გავბედავდი ახლა სხვათა შორის ესეთ რამეს ხო ესე კამერასთან ვერ ვიტყოდი იმიტომ რომ ბევრი არ ვიცი მაგრამ შორს ვაწავიდე ჩემი დაც ესეთი ტიპია ნუ 2 საათი არა და კიდე ერთი გოგონა ვიცი მაგრამ ნამდვილად არ იტყო და ნახე
მე ვარ მკვლევარი, ვიკვლევ ადამიანებს. მივხვდი რატო თქვენ, მივხვდი. არა, ნახე გეტყვი. რა აქედანაც საჯაროდ გააფრთხილო ადამიანები. ნახე, გავაფრთხილო რაღაცა. მე ძალიან გულდასმით წავიკითხავ კომენტარებს ამ გადაცემაზე. აი თითოეული კომენტარი ისეთი მაგალითს მოგიყვან იყიდება სუნამო 50 ლარად წერია და დევს სუნამო 100 კომენტარიდან 80 არის რა ღირს ანუ მიხდი რის თქმა მინდა კი ვიცი ეს ვერ მოხსენი ეს ფას რო კითხულობენ როცა წერია დიდი ასოები დიდი ასოებით წერია რატო აკეთებენ ამას ადამიანები ნახე ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა და რატომ არიან ადამიანები ამ მდგომარეობაში უჭირთ გააზრება ყველანაირი სიტუაციის და ეხლა შენი ეს გადაცემა ძალიან საინტერესო იქნება იქ ისეთი არაადეკვატური კომენტარები იქნება რომ შეიძლება გაგიშდე მე ამას ინტერესით უყურებ და ერთ რამეს ვიტყვი რომელიც მქონდა აზრად რომ მეთქვა შენთან 15 წლის წინ დავიწყე სხვა რაკურსი და რატომ დავიწყე იცი მე მინდოდა მეჩვენებინა ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ფსიქოლოგებისთვის რომ დაკვირვება ეწარმოებინათ აი წარმოიდგინე 15 წლის მანძილზე რამდენმა ადამიანმა ილაპარაკა ჩემთან ამით სასწაულ შედეგს დადებდნენ და ის ფსიქოლოგები მე რო იმედი მქონდა რომ რაღაცას იტყოდნენ კრიტიკა დამიწყეს მე რას მაკრიტიკებ მოусმინე რესპონდენტს გამოიტანე აზრი და დადე რეზულტატი ისა შედეგი მიმიხდი ხო რაზე კი მე დავიწყე თვითონ კვლევა და მე ვიცი რომ დღეს ჩვენ პატარა საქართველოს გააზრება უჭირთ იმიტომ არის ამდენი იმიტომ არის აი ციდან მოაქვთ აი ციდან ჩემი მაგალითი რაც მოხდა ახლა ხალხ თვითონ შეთხზეს ამბავი თვითონ მოხარშეს და აი ეს არის შენ უკვე შეეგო იმას რომ კრიტიკა იქნება გაქვს ეგ არ არის ჯანსაღი კრიტიკა ნუ არის ჯანსაღი ხო არის ჯანსაღით ბევრი არის მე მყავდა სტუმრად ციცინო შურღაია მოწვეული და ვისაუბრეთ ჭარბწონაზე ციცინო არის ძალიან გამბედავი და თამამი ქალი ესე ვიტყოდი და ანუ ზედმეტად თამამიც კი და ისაუბრა ისე და არა მომაჭრევინა არაფერი მოკლედ კრიტიკის ქარცეცხლში გავეხვიეთ ორივე მათ შორის მეც და რომ დაგემოვა ცოტა განვიცადებ ინერვიული და ნუ მიზეზი მივეცი კიდეც იმიტომ რომ ახლა მეც ბულერი გამოვედი არ ვარ დედამყავს პუტკუნა და მეც ჭარბიწონა მაქვს ახლა 15 კილოთი მეტი ვარ გახსოვარ ახლა როგორი ვიყავ მაგრამ რაღაც ისეთი რამე თქო დაბნეულობისგან აი არ გაგიცინია ხო და ეს სიცილი არ არის ის სიცილი როგორც ვიცინით ხოლმე და აი წამოვიდა ძალიან დიდი ტალხა ანუ უფრო ციცინოს მისამართით იმიტომ რომ ძალიან ისეთი თამამი განცხადებები გააკეთა მეც მიმაყოლეს ასე იგი შენ რჩევა რა იქნება არა ნახე ჩემი რჩევა ის არის რომ და რამდენიმეს ვუპასუხე აი ამ კრიტიკულად განწყობილ ადამიანს მაგრამ მივხვდი რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა იმიტომ რომ მოყვალ ხო არა უარესი მე ჩემი მეგობრები მყავს გაფრთხილებული არ დამიცვათ ეგ ხალხი არის რა იცი თუ გიცავს ვინმე უფრო ხელდებიან ამიტომ პასუხი არაფერი ეხლა მაგ მონაკვეთს მეც უყურე ნახე მე როგორ მაქვს ტვინი მოწყობილი მე კოვიდი რო დადგა პანდემია რო დადგა და
კოვიდზე ამბავი იყო ვერ გავაცნობიერე. ისე ვერ გავაცნობიერე, რომ არ დამემართა. არც ვერ მქონია. ვიყავი ამ ხალხთან, რომელთანაც ვისაც ქონდა. აი ზუსტად ესე მაგ ვერ ვაცნობიერებ და ვერ ვიგებ სიტყვას ბულინგი. მაბულინგი რამდენიც გინდა. არა მართლა გულწრფელად გეუბნები. იმ დოზის და იმ დონის თავისუფლება მაქვს შიგნით. მე შენი ბულინგი არ მეკარება. არ მეკარება. ეხლა დაგაბულინგე, ეხლა სტუბრებს რომ ყრიპანტა პუტი. მე მაბულინგე თუ გინდა რო წავალს მლანძღე და მლანძღე არ დავეძე. ნახე მე ვუსმინე და ეს არის მისი აზრი. მე ამაზე არ ვბრასდები და არც ის გამოხატვის ფორმაზე იყო ის ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ მისია. ნახე აი ძალიან გულწრფელად ვამბობ და არის ჩემი რეკომენდაცია. როგორც კი შემოვიჭრები შენს ველში, საშინელებებს რო ლაპარაკობ. როგორც კი შემოვიჭრები და როგორც კი გიწყებ ლანძღვას, აუცილებლად ის ბინძური ველი ხვალ ზეგ დაგამარცხებს. ამიტომ არც იმას არ ვეკარები, ვინ რა თქვა. რატო თქვა იმას ვერ ვიაზრებ და რა ვქნა. არ დავეძებ, არა. მოკლედ ამ ხიარულ ნოტაზე ამ ღიარულ ნოტაზე დავამთავრე და თან რა არის იცი? კიდე გეუბნებით. მაყურებელს მიმართავ და ვეუბნები. როცა არსებობს ღალატი, როცა არსებობს ტრაგედია, როცა არსებობს სიკვდილი, რაზე მელაპარაკები? ხო, როგორ შეიძლება ეს? არაუშავს. მე მახსოვს ერთხელ გადაღებაზე ვიყავი და მიტოვებულ სასაფლაოზე შევედი. იცი რამდენი მკვდარი დავიტირე? იქ ცრემლი აღარ იყო. მეც ხშირად დავდივარ სხვა ადამიანების საფლავებს. რა დროს ლანცვა, რა დროს კრიტიკა, თუ მაკრიტიკებ, გამაკრიტიკე ჯანსაღად, მირჩიე, მითხარი და მასწავლე. ძალიან რაზე მეცინება იცი, რომ გაკრიტიკებენ. ნუ ეს ჯანსაღი ფრაზეოლოგია არ არის და თან გულები. გულებთან ერთად. მე ადრე გადავდიოდი ხოლმე. მაინტერესებდა სახე, გამომეტყველება, თვალები და ადრე იყო, ოღონდ ეხლა სადამაკ მაგისტრო, ღმერთმა გიშველო. შენც წერდი, შენც პასუხობდი. არა, მარტო ღმერთმა გიშველოს. იმიტომ რომ მე მახსოვს მედეა ბიბილეიშვილმა მასწავლა, რომ შეხვალო ტაძარშიო, მტრები მოიხსენიე ჯამრთელობაში ჩაწერეო. თეთა გადავირიე მტრები ჯამრთელობაში და მერე მივხვდი მტრებს რომ ჯამრთელობას უსურვებ, ტვინიც უჯამრთელდება. და კი არიან ჩემი მტრები, ეხლა ყოფილი მტრები. ყოფილი მტრები. პირველად გავიგე. ჯაჯიტო. აი სახელი მინდა ჯაჯიტო. სიარბე შევიტანა შენს ხარებაში. ძალიან გამიხარდა რომ იყავი ჩემი სტუმარი და რუსამენატრები კიდე მოგიწევ. კი, მე თანახმა ვარ. და მეც მოგიწევ. არა, გადაცემაში მოგიწევ. ჩემთან მოვიფიქრებ თემას. წარმატებულის დამნახავი და წარმატებულის წარმატებული, იმიტომ რომ შენ ძალიან ბევრი ადამიანი გააბედნიერე. აი მართლა
იმ პერიოდში მე ვფიქრობდი, მართლა მიფიქრია, რომ რა ძალადია რა, რასაც მე ვხედავდი კულისებში, მე პოდიუმზე, ის მაყურებელი ხალხი გავაკეთე პირველად ერთის ქვეშ. შენ მითხარი ესეთი ფრაზა, რამაც აი ისე წამახალისა, რომ ერთჯერადად ჩაფიქრებული პროექტი, კი, თავი პარიზში მეგონაო. ხო, და ერთჯერადად ჩაფიქრებული პროექტი გაგრძელდა 10 წელი ეს აი წარმოიდგინე, რომ აი რა კარგი იყო ყველაფერი. იცი რა? და მახსენდება კიდე ჩვენებას ზუცოცხალი იყო ბეჟაშვილი, აი მამაკაცები რო გავიყვან. ჩვენებაც ხო ჩემთან იყავ პირველად. კი. ხო და ეს ფანტასტიკური გამოვიდა ესეც. ჯორჯიტო, ჩემო ძვირფასო, მოგეთ მიშინდელოდები დიზაინერის ამპლუაში, სულ მაუცებს სად ატევამდე ტანსაცმელს, სად მიგავს. გაგიგობ ესეთი. ძალიან რთულად ამაკ. გამოვედი გარდერობიდან უკვე. გაიტენა. დავშვიდობები მოკლედ ჩემს მაყურებელს. გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ და დაგვიტოვეთ კომენტარები.